საუბარ სტუდიაში ვანო ჩხიკვაძესთან განვაგრძობთ ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერია ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით, მიხარია რომ ხედავთ სტუდიაში. ბატონო ვანო, დავიწყოთ ამ თემით ინფორმაციით, რომელიც მოვისმინეთ, რომ არსებობს სამუშაო ვერსია, მოცემულია 6 თვე და შესაძლოა მოგვცენ სტატუსის აღვიქვათ მეორე და მნიშვნელოვან შანსად ქვეყნისთვის, აი როცა იყო საუბარი, რომ საქართველოს ვერ გავუშვებთ ხელს ვილო ფონ კრამონი ამბობდა სტუდიაზე. ამას აკეთებს ბრიუსელი ახლა რეალურად. ხო, მე ვფიქრობ, რამოდენიმე მომენტი არის ერთი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემის აზრით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ამით ეს გრძელი გზა არ სრულდება, ეს არის ერთი ნაბიჯი ამ გზაზე და მეორე არის ის, რომ ის პირობითობის პრინციპი, რომელიც ქონდა დღემდე და გვაქვს, აუცილებლად შენარჩუნდება. ანუ თუ იმ შემთხვევაში თუ იმ 12 პირობიდან სრულად არ იქნა შესრულებული რაღაც, ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით ის გადავა უკვე შემდგომ ეტაპზე და იქნება რაღაცა წინაპირობა იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირთან გახსნას მოლაპარაკებები. ასე რომ ბუნებრივია ეს მნიშვნელოვანია, საჭიროა, აუცილებელია, მაგრამ ის პირობითობა, რომელიც იქნება, ჩვენ მუდამ თან გვდევს. დღიდან და უშუალოდ განაცხადის გაკეთებიდან საბოლოო წევრი. თქვა ჩვენმა სტუმარმაც, რომ არის თემები, რომელიც უბრალოდ ვერ გაქრება და არ ნიშნავს, რომ ამაზე ქვეყანა თვალს დახუჭავს. თქვენ თავად ხომ არ გაქვთ რაიმე ამ ტიპის ინფორმაცია, რაზეც საუბრობდა იოზვიაკი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მართლაც რეალურად მწიფდება და ეს ძალიან რეალურია. 6 თვეს დავარქვათ აჩქარება. რიგარდი იმდენად ინფორმირებულია ამასთან დაკავშირებით, რომ მას მეორად უფრო მეტი და საინტერესო indho-ინფორმაცია აქვს. ეს 6 თვე არის თუ არა ბიუროკრატიის აჩქარება ერთგვარად და ეს ვადა რას გვეუბნება? თანი თვალისწინებენ, რომ არჩევნებიც არის, ვერ ვიტყოდი რომ აჩქარება არის, იმიტომ რომ ტრადიციულად როგორც წესი ეს არის ყოველწლიური სავარჯიშო, რასაც აკეთებს ევროკავშირი, ამ შემთხვევაში ევროკომისია, შარშანაც ოქტომბერში იყო ეს უშუალოდ ანგარიშები, წელსაც ოქტომბერში იქნება, ასე რომ ეს ჩვენ უკვე ჩართული ვართ ამ პროცესში და ყოველ წელს, ყოველი წლის შემოდგომა იქნება ერთგვარად შეფასება საქართველოსი რამდენად წინ წაიწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ასე რომ ჩვენ ამაში ჩართული ვართ და სანამ საბოლოო მიზნამდე არ მივალთ, წევრობამდე, მანამდე ყოველ წელს მოხდება ეს თუ რამეს თვითონ უშუალოდ ევროკავშირი. ვეძებთ რაღაც ხელჩასაჭიც კონტექსტ თუნდაც იმას, რომ 2024-ში ევროპარლამენტში არჩევნებია, ჩვენი სტუმარი ამბობდა, რომ ესეც ქმნის გარკვეულ ერთგვარად წნეხს თავად ევროკომისიაზე, რომ დროულად მოასწროს რაღაც საკითხებს ასეა თუ არა. ჩვენ ადრეც ვსაუბრობთ, თქვენთან ვიყავი სტუდიაში და გასათვალისწინებელია ორი რამ, რომ 2024 წლისთვის ევროკავშირი უფრო მეტად შიდა საკითხებზე იქნება კონცენტრირებული. ერთი გახლავთ ევროპარლამენტის არჩევნები და მეორე გახლავთ უკვე ევროკომისიის ახალი შემადგენლობა. და რამდენად იქნება ევროკომისიის ახალი შემადგენლობა მზად იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, გაფართოებას კიდევ მხარი დაუჭიროს, ეს არავინ არ იცის. ასე რომ შესაძლებელია ეს გადაწყვეტილება, ეს რაღაცა ფორმულირება, რომელიც გვაქვს, ზუსტად ამით იყოს განპირობებული, რომ ამ კომისიამ ასე ვთქვათ, მიიყვანოს საქმე ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ბოლომდე. აი, საინტერესო არის კიდევ ერთხელ რა გზას გავდივართ ამ 6 თვის განმავლობაში, რა არის გასაკეთებელი, რომ ბრიუსელმა თქვას, რომ დიახ, ეს ნამდვილად არის პროგრესი, თქვათ, არ არის მოლოდინი 12 პუნქტის სრულად და ამომწყურავად შესრულებაზე, აი რა უნდა ვაჩვენოთ ახლა და რას ეჩვენებს ხელისუფლება? აქ მე მგონი რამოდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი. პირველი გახლავთ ის, რომ ის რისი დროში მოსწრება შეიძლება რომ შესრულდეს, უნდა შევასრულოთ. ის რისი დროში მოსწრება ამ 12 პუნქტიდან შეუძლებელია, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმა სრულად ბოლომდე მიიყვანო, ალბათ ფანტასტიკის სფეროდან არის ამ 6 თვეში, ამას ბევრად უფრო მეტი დრო უნდა. ანუ ერთი რაც მოსწრებადია, ის უნდა გავაკეთოთ, მეორე რაც არ არის მოსწრებადი, მაგრამ შესაძლებელია გაკეთდეს, ოღონდ მეტი დრო გვინდა, აქ უნდა ვაჩვენოთ დაუშვათ ის სწორი ტრაექტორია მოძრაობის, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ეს გავაკეთოთ, ანუ პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს ამისა. მესამე გახლავთ ის, რომ ღირებულებებთან დაკავშირებით არ უნდა იყოს აცდენა ევროპულ ღირებულებებთან, იმიტომ რომ ევროკავშირი არ არის მხოლოდ რაღაცა გაერთიანება, სადაც მხოლოდ ეკონომიკაზე არის აქცენტი, ეს არის ღირებულებებზე და ახალი ნაღმი არ უნდა დავდოთ ამ თვეში. ბუნებრივია, რომ ამ თვეში რაღაცა ისეთი გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ, რაც სამწუხაროდ წინა შემთხვევებში მივიღეთ, მაგალითად იქნებოდა ეს გვარამიას დაკავება თავის დროზე, თუ იქნებოდა ეს ალბათ სახსენებელი რუსული. დავაზუსტებ მოსწრებადში რას გულისხმობთ ამ 6 თვეში, აი რა შეიძლება იყოს მაინც კონკრეტულად რომ თქვა, ანუ მაგალითად სახალხო დამცველის თემა შეიძლება თემა შესაძლებელია გააჩნია როგორ შევხედავთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში, ბოლო პროცესში სამწუხაროდ არ მონაწილეობდა, თუმცა ის რო შედგა და დაინიშნა ეს ესე ვთქვათ ფაქტია, ხო? არის მაგალითად იგივე კორუფციის მიმართულებით დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის საკითხი იყო, რომელიც საგამოძიებო უფლებამოსილება უნდა ქონოდა.
დაუშვათ სააგენტო შეიქმნა, მაგრამ მას არ აქვს დაუშვათ იგივე დამოუკიდებლობის ხარისხი კითხვის ნიშანს აჩენს და ასევე იგივე საგამოძიებო უფლებამოსილება მას არ აქვს. ასე რომ აი აქ თუ შესაძლებელია რომ რაღაცა პროგრესი ვაჩვენოთ, ჩვენ შეგვიძლია და საჭიროა რომ ვაჩვენოთ. თუმცა აი როცა საუბრობდით ბოლო უნდა მიკითხრათ, ეს არის უკრაინაზე როგორი იქნება ჩვენი პოზიციონირება უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ ეს 4 რამ საერთო ჯამში მიგვიყვანს იქამდე რომ ქვეყანამ შეიძლება მიიღოს კანდიდატის სტატუსი თუ პოზიციონირებაც პარტნიორები ამ ქვეყნის და ანუ ამ რიტორიკასაც აქვს მნიშვნელობა. აი ვიდრე ამ კონტექსტზე დაუბრუნდებით ისევ ახსენეთ რა ბარიერები არ უნდა შეიქმნას და ახსენეთ ნიკა გვარამიას საქმე რუსული კანონი. აი ამ 6 თვეში გამოწვევა იქნება თუ არა ფორმულას საქმითაც სასამართლო გადაწყვეტილებით. მე მგონი ბუნებრივია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ როგორც მოგეხსენება 12 პუნქტიდან ერთ-ერთი არის ქვეყანაში პლურალისტური მედიის შექმნა და ჩამოყალიბება და ხელშეწყობა ამ კუთხით. ასე რომ ნებისმიერი რამ რაც ამას ხელს შეუშლის, ბუნებრივია ხელს შეუშლის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. კი ბატონო, აი ეს საინტერესოა, თქვათ უკრაინასთან დაკავშირებით რა რიტორიკა, რა როლი აქვს ევროპარლამენტის, ევროპარლამენტარების თავად პოლიტიკოსების მიმართ აგრესიულ რიტორიკას. ახლა ვიოლა ფონ კრამონი იყო, თქვათ სამიზნე, მისი მხარდაჭერის შემდეგ, აი რა გავლენას ახდენს ხოლმე ეს პროცესი, მიუხედავად იმისა, თვითონ ამბობდა რომ მე ამას შეჩვეული ვარ და მე ვთვლი რომ ხალხის მეგობარი ვარ, მაგრამ მაინც პროცესი. და მე მგონი ყველა ასე უყურებს ამ ყველაფერს, რომ ეს არ არის რაღაც პოლიტიკურ ჯგუფებთან მეგობრობა, ეს არის სახელმწიფოსთან და ზოგადად ქვეყანასთან და ხალხთან მეგობრობა, ხო? ვფიქრობ აქ ორი რამ არის გასათვალისწინებელი. პირველი ის, რომ არასწორია ესეთი პოზიციონირება, რომ თითქოს ევროპის პარლამენტს ამ პროცესში საერთოდ გავლენა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ მიღებული რეზოლუციები არ არის სამართლებრივად სავალდებულო და კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მონიჭების საკითხში ის არ ფიგურირებს, ეს არის ასე ვთქვათ ინსტიტუცია, რომელიც აყალიბებს გარკვეულწილად პოლიტიკურ დისკურსს ევროკავშირში. იქ არიან ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ და შესაბამისად ამ პოლიტიკური პარტიების ლიდერები არიან ის ხალხი, ვინც არიან ამ ქვეყნების მეთაურები, რომლებსაც საბოლოოდ მხარი უნდა დაგვიჭერონ. ასე რომ ეს ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე ევროპის პარლამენტში არ არის ბევრი ისეთი პარლამენტარი, რომელიც საქართველოს მეგობარია და რომელიც საქართველოს საკითხებით ინტერესდება. უფრო მეტიც რაოდენობა იმ ხალხის, ვინც დაუშვათ საქართველოს დაუშვათ რაღაცნაირად წინ წამოწევს, შეიძლება ითქვას, რომ ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე თქვათ იგივე მოლდოვას შემთხვევაში თუ იგივე უკრაინის შემთხვევაში. ასე რომ თითოეულ მათგანს, ვინც თulis ქვეყნის მეგობრად თავს, გაფრთხილება სჭირდება. გადაწყვეტილება სხვათა შორის ესეც საინტერესოა, იქნება მაინც ერთნაირი, როგორ ფიქრობთ, რომ სამივე ქვეყანა ერთი ნაბიჯით წავა წინ მიუხედავად სასტარტო პირობებში განსხვავებისა, თუ შეიძლება არის მაინც რისკი, რომ ეს დისტანცია გაიზარდოს და დატოვონ ქვეყანა იქ, სადაც არის და გაწევრიანება გაიხსნას. ძნელი სათქმელია, მე როგორც ვიცი და მაქვს ინფორმაცია, დაუშვათ იგივე მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით უკრაინას და მოლდოვის შემთხვევაში არის სადღაც 50-50. ასე რომ ნახოთ, დეკემბერში უკვე ბევრი დრო აღარ დარჩა და გვეწოდება. ჩვენი შანსები როგორ ფასდება? ჩვენი შანსები როგორც დღეს ითქვა პრინციპში არის დიდწილად რაღაცნაირად ისეთი პოზიციონირება და ევროკომისია დიდად მხარს უჭერს იმას რომ საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი. დისკრედიტაციის კამპანიაზე საუბრობდით და უნდა გკითხოთ პერსონალურად კიდევ ერთხელ არაერთხელ გახდით ამ მიმართულებით სამიზნე რას ამბობს თქვენთვის მთელი ეს კამპანია მიიღეთ საზოგადოების სიყვარული და მხარდაჭერაც უნდა ვთქვათ აუცილებლად რადგან ფიქრობ ეს გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ის თავდასხმები რომელიც მოდის თუმცა ეს ვერ დარჩება ყურადღების გარეშე მაშინ როცა ხელისუფლების მაღალი თანამდებობრივად მაღალი პირები ასე რეაგირებენ თქვათ ადამიანებზე ვინც პირიქით ამ გზაზე თავის ძალისხმევას დებენ. გითხარით ესეც რისის მაჩვენებელია როგორ აღიქვამთ პერსონალურად თქვენ და სხვებთან მიმართებაშიც იმიტომ რომ არ ხართ მარტო ამ სამიზნეებში. ნუ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ძალიან შვიდად უყურებთ იმიტომ რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და შეიძლება გაგრძელდეს კიდევაც ამის მოლოდინით შეიძლება გქონდეს და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ესე გამოხატავს მხარდაჭერას ჩემს მიმართ პერსონალურად ეს ამ შემთხვევაში არ არის ასე ვთქვათ მთავარი თემა ხო მთავარი არის ჩვენ რომ ერთიანად წავიდეთ საბოლოო მიზნისკენ რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქვია. კი ბატონო ერთი დეტალიც რომელიც გამორჩა როცა საუბრობდით რომ აი რა შეიძლება ჩაითვალოს შესრულებულად რა არ შეიცვალოს და იოზვეკმაც თქვა რომ აი დეოლიგარქიზაცია სასამართლოს რეფორმა არის ის რაზეც თვალს ვერ დახუჭავენ დღეს გაირკვა რომ მეორე დაგზავნიან ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის საკითხს ეს არის თუ არა დათმობა ერთგვარად თავიდან ამბობდნენ რომ აი თუ უკრაინული მოეწონათ ჩვენიც მოეწონება შემდეგ ნახეთ კრიტიკა და ახლა გააგზავნეს ოღონდ არ ვიცით რა გააგზავნეს ოპოზიციამ არ იცის. ხო მე მგონი ძალიან ორი საკითხია კიდევ ერთი რაც უკავშირდება მაგას ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ჩემო კოლეგებმა ამაზე გაამახვილეს ყურადღება და თქვენ ახევრიცი რომ ვინმე იყოს მომხსენებელი ან აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლება
ხელისუფლებიდან, რომელიც რაღაცა რეგულარობით გამოვა და იტყვის რა გაკეთდა და რა არ გაკეთდა რეალურად. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში. მეორე რიგში ეს ახალი ამბავია ჩემთვისაც, მე არ ვიცოდი ამის შესახებ და ეხლა გახსოვს. დავაზუსტებ, გამოაცხადეს რომ გააგზავნიან, ანუ ჯერ არ გაუგზავნიან, თუმცა გადაწყვეტილება ალბათ შესაბამისად ალბათ მათ მიიღეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვერსია რა ვერსიაც მათ მიიღეს და აპირებენ რომ მიიღონ, არ იქნება ჩათვლილი საკმარისად. ასე რომ შესაბამისად ალბათ ეს ამითი არის განპირობებული ის რომ ისინი ამას მეორედ აგზავნიან. კითხავთ სალომე ზურაბიშვილზეც, რომელიც ლიეტუვაში არის დღეს მის კოლეგასთან ვიზიტით, ელოდებიან ევროპარლამენტში მის გამოსვლას, რა მოლოდინი არსებობს მისგან, ის პოზიციონირებს მაინც განსხვავებულად ოცნების რიტორიკისგან განსხვავებით, სხვა ტიპის გზავნილები აქვს, მწვავე კრიტიკა ვნახეთ მისი პარლამენტში. აი, როგორ აღიქმება მისი როლი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და რა არის მოლოდინები რეალური, რაც არის მასთან დაკავშირებით? ბუნებრივია, რომ ეს რიტორიკა რაც ჩვენ გვესმის არის რა თქმა უნდა მისასალმებელი და ზოგადად კარგია რომ ესე პოზიციონირებს ის, მაგრამ მეორე მხრივ ყველას ძალიან კარგად იცის რომ მას გააჩნია რაღაცა ერთ-ერთი გასაღები, ერთ-ერთი პუნქტის შეიძლება ითქვას თუ სრულად არა ნაწილობრივ მაინც გააღებს ამას ეს არის ნიკა გვარამიას შეწყალება და შესაბამისად მოლოდინი ალბათ ბევრში ყოველ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებაში არის ის რომ ის ამ ნაბიჯს გადადგას. ყოველ შემთხვევაში რაც ნაუსედამ უთხრა მას პირდაპირ მოტივირებული საქმეების ზეწოლა მედიაზე სამოქალაქო სექტორზე შეგვიძლია განვაზოგადოთ და ვთქვათ რომ ეს არის ის რასაც სხვებიც ელოდებიან. სადაც მას შეუძლია ქმედითი ნაბიჯი გადადგას და გასცდეს რიტორიკას რომელიც დასაფასებელია მაგრამ მეორე მხრივ მას ამ ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. სხვათა შორის ამ თემაზე პარლამენტში გამოსვლისას საინტერესო ჩვენა აქცენტი მისი რომ ერთხელ უკვე გამოიყენა შეწყალება 8 მარტის შეთანხმება იგულისხმებოდა და ვერ მიაღწია შედეგს დეპოლარიზაცია არ მოხდა. ეს სწორი ანალოგია, ანუ პოლარიზაციას გაზრდის ახლა შეწყალება, ან როგორ გენიშნათ თქვენ ეს დეტალი? არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მე მგონია ეს მისი პირადი დამოკიდებულებაა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა, იგივე თქვენს ახსენეთ ახლა ლიეტუვას პრეზიდენტი თქვათ და იგივე სამოქალაქო საზოგადოება მოლოდინი არის იმისა, რომ ის ამ ნაბიჯს გადადგავს. ეს როგორ უყურებს ამას, რა თქმა უნდა, ამას რო გვიჩვენებს, რამდენად იქ გადადგავს ამ ქმედით ნაბიჯს. კი ბატონო, აი ჩვენ საუბრობდით ხალხის როლზე და ხელისუფლების როლზე. ახლა რა არის ხალხის როლი? უნდა გაძლიერდეს წნეხი, რაც ვნახეთ თქვათ რუსულ კანონთან დაკავშირებით, ხალხის პასუხისმგებლობას გულისხმობ ამ შემთხვევაში, მთავრობაზე გადაწყვეტილების მიმღებპირებზე, ფოკუსი უნდა იყოს სწორედ ამ 12 პუნქტზე, რადგან ისინი იღებენ ხომ ეს რა არის ხალხის როლი, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეხლა ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს მოსახლეობამ და ყველა აღტაცებული იყო იმ მოქმედებით, რაც ქართულმა ხალხმა აჩვენა. საკითხვის ნიშანი დადგა, უნდა თუ არა საქართველოს ევროპა, ხო? უკანასკნელი ბასტიონი ეს იყო საქართველოს მოსახლეობა, ქართული ხალხი და ზუსტად მათ დაიცვეს საქართველოს ევროპული არჩევანი, შეიძლება ითქვას. რაც შეეხება ეხლანდელ როლს, მე ვფიქრობ, ამ წუთას ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალურად ხელისუფლება მოახდინოს იმ 12 პუნქტის შესრულება და ზოგადად ევროინტეგრაცია უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ეს არის უდიდესი საშუალება იმისა, რომ მოხდეს ქვეყნის ტრანსფორმაცია. მთელი ეს გზა, რაც არის გასავლელი, რეალურად ეხმარება ქვეყანას, რომ შეიცვალოს ის და გახდეს უფრო დემოკრატიული, უფრო მიმზიდველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთელი ხიბლი ევროინტეგრაციისა ზუსტად ეს არის, რომ ქვეყანა ტრანსფორმირებას განიცდის. ასე რომ ეს პირობები ზუსტად იმაში ეხმარება, რომ ქვეყანა შეიცვალოს და ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ის პირობები, რაც გვაქვს, ერთი რომ ზეწოლა მოვახდინოთ და შევასრულებინოთ და მეორე მხრივ ვიფიქროთ იმაზე, რა პირობები იქნება კარგი საქართველოსთვის, იმიტომ რომ ქვეყანა ეს სხვათა შორის იოზუია კი ამბობდა, რომ თითქოს გაუფასურდა ეს სტატუსი, იმიტომ რომ აძლევენ სტატუსს და შემდეგ ძალიან დიდი და გრძელი გზაა გაწევრიანებამდე. აი რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ეს მაინც გითხარით ბოლოს, რადგან ჩვენი ბუნებრივია, რომ ეს არის ბოსნია-ჰერცეგოვინა ახსენა მაგალითად. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით სხვათა შორის ძალიან საინტერესო ჩანაწერი აქვს ევროკომისიას, იმიტომ რომ კომისიის შეფასებაში წერია, რომ ეს სტატუსი მიენიჭა ხალხს. ანუ გამიჯნა მოხდა, ასე რომ ეს შესაძლებელია, რომ საქართველოსაც მოხდეს მისი განზოგადება, არ გამოვრიცხავ ამ ყველაფერს. სტატუსი მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, სტატუსი საჭიროა იმისთვის, რომ ეს არის ერთი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის დასასრული და ბევრად უფრო მეტი რაოდენობის და ესეთი ხარისხის ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს საბოლოოდ გაწევრებამდე. გრძელი გზის დასაწყისია, უნდა აუცილებლად გასავლელი გზის. დიდი მადლობა ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოება ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, პასუხობდა ჩვენს კითხვებს.